სამართალი და ეკონომიკის მიმართულება აღარ გვექნება. ეს არის ერთიანი ხედვა, რომელიც იქნება. ახლა მე ძალიან წუხარ ხოლმე ამას რომ ვამბობ, მაგრამ ნახეთ ბოლო წელს რომ ნახოთ ჩვენს უნივერსიტეტში ეკონომიკის სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 5. 3. ანუ შრომის ბაზარმა ჩვენთან პერსონალურად ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიიყვანა, თავად აბიტურიენტები მიიყვანა იმ ვთქვათ გადაწყვეტილებამდე, რომ ვთქვათ ეკონომიკაზე აღარ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ ნიშნავს კიდევ რომელი ფაკულტეტია, რომელიც აღარ იქნება? მხოლოდ ეს ორი? დიახ, აღარ იქნება. დანარჩენი იქნება აგრონომია, პირიქით, იქნება ვეტერინარია. იცით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარტო ერთი კი არ რჩება. ახლა ჩვენ უნდა მოვიძიოთ ძალიან ბევრი პროფესიონალი, იმიტომ რომ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, აბსოლუტურად ეს სივრცე იხსნება უნივერსიტეტისთვის და ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? სტუდენტი, რომელიც უკვე კვოტირებულ პროგრამაზე ჩარიცხავს, რეალურად მას იმ კვოტას საფუძველს გაუმაგრებს კონკრეტული დასაქმების სივრცე. თუ იქნება 20 კვოტა, ნიშნავს, რომ 20-ვე ადამიანი ეს მოგონილი კი არ არის ეს 20, კონკრეტული საჭიროებებიდან ამოღებული. თითოეულ ამ ადგილს აქვს თავისი დასაქმების კონკრეტული მისამართი. ჩვენი ბაზრის კვლევა ჩვენ არ გვქონდა არასდროს რესურსი. აბა წარმოიდგინეთ საქართველოს მასშტაბით, როგორ შეიძლება ჩვენ გვეკლია ბაზარი და მე იყო ძალიან უცნაური რამ. ჩვენ რომ ვიკვლევდით ბაზარს და მაგალითად საჭიროა 80 ადამიანი კონკრეტულ სპეციალობაზე, ამას იკვლევდა თბილისის უნივერსიტეტი, ამას იკვლევდა ზუგდიდის უნივერსიტეტი და ყველა ჩვენს 80 ვაცხადებთ. წინამძღოლში 80 იყო საჭირო. გასაგები. გესმით და ახლა ვინაიდან ცენტრალიზებულად ხდება შრომის ბაზრის კვლევა და თან ეს იქნება ყოველწლიური, გესმით, გაყინული ციფრები კი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გამოცხადდება ისე ვიმეორებ 30 ადგილი, სტუდენტი, რომელიც აბსოლუტურად უფასოდ ისწავლის ამ სპეციალობაზე, მან იცის, რომ აი დაამთავრებს თუ არა, მას ელოდება კონკრეტული ადგილი, თუ იქნება კონკურენტული და აქვე ხარისხს მინდა გაუსვახოს. ესე იგი, ფუნდამენტურად იცვლება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ხარისხი იმის გამო, რომ აბსოლუტურად სხვა არის დაფინანსების სტილი. როდესაც ფორმა, როდესაც არ პროფესორის ხელფასი არ არის დამოკიდებული სტუდენტის შემონატანზე, ძალიან მარტივი ენით რომ გითხრათ. პროფესორი, როდესაც თავისუფალია სტუდენტისგან ფინანსურად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, რომ პროფესორმა მოითხოვოს სათანადო ხარისხით და როდესაც და მისცეს სათანადო ცოდნა, რომელიც მას სჭირდება და დიპლომს, რომელსაც ხელი მოაწერება, უკვე სხვა პასუხისმგებლობა იგრძნოს სახელმწიფოს წინაშე კადრის მომზადებას. ეს არის გარდამავალი პერიოდი, 4 წლიანი პერიოდი, მინიმუმ, რომელიც აბსოლუტურად არც ერთ შემთხვევაში არ ცვლის სტუდენტის მდგომარეობას. აქ საუბარი უარესობისკენ მით უმეტეს. თუმცა სტუდენტს აქვს უფლება, რომ ახლა თვითონ გადავიდეს მობილობით, მაგრამ ამის უფლება ყოველთვის 4 წლის გასვლის შემდეგ, როცა დაამთავროს და ბოლო სტუდენტი გავა მაგალითად იურიდიული და ეკონომიკიდან. ხო რჩება პედაგოგი, ლექტორი, რომელსაც აღარ იქნება სამსახური. პარალელურ რეჟიმში სხვა იმ უნივერსიტეტებში, სადაც ეს სპეციალობები იქმნება, იქ იზრდება კვოტა, ხო სწორია, რა? თუმცა, ანუ შესწავლილია ეს ყველა დასაქმდება? არა, ნახეთ როგორ ხდება, ამავე დროს გამოცხადდება კონკურსები. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ კონკურსში ვინც იქნება კონკურენტუნარიანი, ყველა დასაქმდება. ეს იქნება ჩვეულებრივი კონკურსი და კონკურსის წესით ეს ასეა, იცით, გარანტია, ასეა, მაგრამ იმდენად ბევრი ჩნდება და ნახეთ, ახლა პროფესორს ერჩივნა, რომ სასწავლო უნივერსიტეტში ყოფილიყო, სხვა უნივერსიტეტშიც წასულიყო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაშიც ემუშავა. სამგან, მისი ხარისხი წარმოგედგინეთ. ახლა თითო ადგილზე თითო რჩება და იქ ხო თავისუფლდება ადგილები. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ხო გამოთავისუფლდა ადგილი, რომელსაც ერთ ადამიანს სამგან რომ მუშაობდა. ნახეთ, კი, გასაგებია, იქიდან წამოვიდა ჩვენთან ჩვენი პროფესორა იმავე ეკონომიკის მიმართულებით. ძალიან ცოტა თითქოს ფაქტობრივად არ გვყავს იურიდიული მიმართულებით, იმიტომ ვართ უნივერსიტეტი და ახლა ჩვენ წინაშე დადგება ეს როგორც ამოცანა,
აი დღეს თქვენ დაესწარით პროცესს და აი ძალიან საინტერესოა ხო რომ მოისმინოთ. დადგება ამოცანა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროგრამები შევთავაზოთ. და არაფერი არ გვიშლის ამაში ხელს. დამერწმუნეთ. იმავე აგროტექნოლოგიაში, იმავე სურსათის მიმართულებით, იმავე სოფლის მეურნეობაში, იმავე ვეტერინარიაში, იმავე ქიმიაში, იმავე ფიზიკაში, იმავე ბიოლოგიაში იმდენად ბევრი პროგრამა იქნება, რომ მრავალფეროვნება იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სამართალს და რაც შეეხება ეკონომიკას, ისევ ვიმეორებ. რეალურია ის ფაქტი, რომ კადრები არის ნაკლები. ჩვენი პროფესურა მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტთან აფილირებული რამდენიმე უნივერსიტეტში მუშაობს. და თუ ახლა მათ აირჩიეს სხვა უნივერსიტეტი და მათ აქვთ ჩვენ ფაქტობრივად დავრჩებოდით კადრის გარეშე. ამიტომ ძალიან სწორია ეს მდგომარეობა, რომ გარდამავალ პერიოდში მივცეთ საშუალება, რომ ყველამ დაასრულოს და არ დადგეს საფრთხე პირიქით კადრების სიმცირის. პროცესი არა იმიტომ არის, რომ ვინმეს არ უნდა რომ ჩვენთან იყოს ეს სპეციალობა. პროცესი საჭიროებს, ნახეთ ეს პერიოდი იმიტომ არის საჭირო, რომ კადრების სიმცირეა. იმ ადამიანების სიმცირე დღეს რომ სამგან მუშაობს, ჩანს რომ ყველა ყავს. თუმცა მე როგორც აბიტურიენტს მიზღუდავთ უფლებას, ჩემსავე რეგიონში მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღო ცოდნა და განათლება იმ პროფესიის, რომელიც მინდა. ასე შეგიძლიათ მითხრათ, რომ მე როგორც უნივერსიტეტი თქვენ 35 წლის განმავლობაში გიზღუდავდით უფლებას, რომ აქ სამედიცინო განათლება მიგეღოთ. დამატება კარგია, მაგრამ შემცირებაა ცუდი. არა, არ გქონდა რესურსი და ახლაც მივედით იმ ზღვრამდე, როდესაც პროფესურის რესურსია ნაკლები. ისე ვიმეორებ, ერთი ადამიანი რამდენიმე უნივერსიტეტში მუშაობს. თუ ერთი ადამიანი ერთ უნივერსიტეტში დარჩება, ჩვენ დავრჩებით კადრის გარეშე. გესმით? ამიტომ ეს სამსახურიდან კი არ დარჩება, ამოირჩევს ერთ-ერთ უნივერსიტეტს, ამოირჩევს თავის ერთ უნივერსიტეტს და იქ დარჩება და მერწმუნეთ, აი თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ სტატისტიკურად აბიტურიენტის თვალსაზრისით გადასახედიდან რა ვთქვათ? აბიტურიენტის გადასახედიდან არ არის სწორი მივცეთ არახარისხიანი, არასათან. ანუ აქამდე არახარისხისა იყო? არა, მე ისე ვიმეორებ, ნახეთ, თუ ის კადრი, რომელიც აქამდე ყავდა, აირჩევს სხვა უნივერსიტეტს. ანუ კადრების ნაკლებობის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანია, იქნებ დადგეს ის დრო, როდესაც იმდენი კვალიფიციური იურისტი ყავდეს, რომ ჩვენ შევძლოთ დამატება ისევ პროგრამებს. ეს ერთადერთი მიზანია.